წარმოიდგინეთ არის 1900-იანი წლები, ხართ პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მოულოდნელად საჯაროდ ენას დაგიწუნებენ. ხო, სწორად მიხვდით, საუბარი მაქვს აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლიტერატურულ დაპირისპირებაზე, ასე ვთქვათ, ჩაირობაზე, რომელიც დღეს თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ და გავიყვანოთ დისების დარგში. ვიცი მესმის, რომ ყველაფერი ახლებური და ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციით თქმული რაღაც მხრივ საშიშროებაა საზოგადოების თვალში და სამწუხაროდ არ გვაქვს იმის უნარი, რომ დადებითად მივიღოთ და ყოველთვის სხვა მოტივებს ვეძებთ ამის უკან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი მაყურებლები, ჩემი გამომწერები ამას სწორად გაიგებთ და მცირე მსგავსებას და პარალელებს დაინახავთ დღევანდელ დისებსა და აღნიშნულ ისტორიულ ფაქტს შორის. იმ პერიოდში განსაკუთრებულად მძაფრად აღიქმებოდა და დიდ შეურაცხყოფად, როდესაც სხვა სახელგანთქმული ცნობილი და პატივსაცემი ფიგურა, შენ როგორც ასევე პოეტს და მწერალს დაგიწუნებდა ენას. ენის დაწუნებაში იგულისხმება სტილისტიკა, წერის სტრუქტურა, რითმები, დიალექტური, კუთხური სიტყვები და ასე შემდეგ. ისევ თანამედროვე სიტუაციას რო დავუბრუნდეთ, აქაც არ არის მაინც და მაინც დიდი განსხვავება, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის, MC-ისთვის, რეპერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი შემოქმედება და როდესაც თუნდაც შენს სკილებს, შენს უნარებს გიწუნებენ იმ დარგში, რომელიც არის შენთვის ყველაფერი და რომლისთვისაც ძალიან ბევრ შრომობ, ესეც არანაკლები disrespect-ია. გამარჯობა, მე ვარ ენაისი და მე დავბრუნდი ამდენი ხნის შემდეგ. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ასეთი პასიურობისთვის. ყველა ხელოვანის, მუსიკოსისა და კონტენტ კრეატორის ცხოვრებაში დგება ეგეთი მომენტები. ახალი წელიც დადგა, ბარემ დაგვიანებით გილოცავთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში და სანამ გადავალთ პირველ დისზე, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, იმიტომ რომ დავიწყებული გექნებათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და ისე უყურებთ, დალაიქოთ ვიდეო და დამიკომენტაროთ. მეტი სიახლისთვის კი გამოვყევით Instagram-ზე. ახლა კი დავიწყოთ. ვიწყებთ ბანის დისით, სახელწოდებით ვინი პუჰი და შესაბამისად ვინი პუჰის thumbnail-იც გვაქვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ორივე დისი მოსმენილი მაქვს და შესაბამისად არ იქნება პირველადი რაღაც გაოცება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ჯერზე, ზოგადად ასე ვარ ცხოვრებაშიც, რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო ტრეკს, რომელიც ვიცი, ყოველ ჯერზე იგივე რეაქცია მაქვს სასაცილო კარგ ძლიერ პანჩებზე. მოდი ნახოთ მაზოხისტური სექსების სხვადასხვა. ქართველები ვარ ჯიმა ერთ მუშტად გინდა თუ ერთად მუშტი. გონი სტუდიაში გამოვკეტე დედას ბუშტი. ვიცი ნაჭამი გაგ ბევრი ხო და ვერ ხარ სუსტი. გელოდები პენტაგონში და ტრაკიდან ხელა მუში ასხი. იმდენად დიდი ხანი აღარ ვაქტიურობ, დარწმუნებული ვარ მოგენატრათ ჩემი პაუზები ყოველ წამს. ქართველები ვართ ჯიმა ერთ მუშტად გინდათ თუ ერთად მუშტი. კარგი wordplay-ია. ერთ მუშტად ყოფნა ნიშნავს გაერთიანებას და ერთად მუშტში იგულისხმება მუშტის დარტყმა. ერთად მუშტი, დედას ბუშტი, ну რა თქმა უნდა, ბანის მრავალმარცვლიანი რითმები ყოველთვის ფორმაშია. ვერ ხარ სუსტი, ფელა მუში. გელოდები პენტაგონში და ტრაკიდან ხელა მუში ასხი. მაიტაჰა დასხი, თითქმის 7-7-იანი ხარ და ბოზო გასხი. როდა ჩუტო დამჭირდება 800 და ბასი პირთან ახლოს გიბი ჟაო ჩემი სისხლიანი ალმასი. გადასვლა მომეწონა ძალიან, ხო გქონდა ერთი კონკრეტული სტრუქტურა შენარჩუნებული. ისე ჰარმონიულად კარგად გადავიდა, შემდეგ flow-ზე, რომ თავიდან იფიქრებდი, რომ იგივე სტრუქტურაში აგრძელებდა, მაგრამ ლამაზად შეცვალა. იმის მაგერად რომ დაემთავრებინა ფელა მუშით, გადავიდა ფელა მუში ასხი, ნანა დასხი. ძალიან მომეწონა. ეს flow უფრო მომეწონა ვიდრე მანამდე. 3-7-იანი და გასხმა, ხო, სლოტების ამბავი არის. 3-7-იანი რო ჯდება ხოლმე და ძირითადად მაინც არ ჯდება, ძალიან იშვიათად და სულ რო ასხამ. თუ უბითოთ ბასი, მოგინდება დამას რო მისამართი მე რამდენე დაგიწერო ლამაზო. არაყიალ თამასი არა მგონია გამას რო არ დავიცავ ცენზურასაც მარტო გეტყვის სამასოს. თქვენი გოლიათი მიკროფონთან რომ გაიპიკა გენიოსა დავითი ყოს მომე ფროდ ბაინიკა რაღაცებს მაბრალებ თვაიდა რომ დავსვა კითხო ვერა მიხსნი ვერა ფეს და მე გაგძრება სიკა. ეს საინტერესოა გოლიათის და დავითის რეფერენსი. საკმაოდ მივიწყებული უკვე არტისტებისგან, მაგრამ ერთ დროს ჩემ პერიოდში, ჩემი პივიპელობის პერიოდში თითქმის სულ მაგაზე იყო ბარები. დავითში გულისხმობს თავის ძმაკაც დათას, რომელიც არის მისი პროდიუსერი და მათი, ასე ვთქვათ, ლეიბლის კლდის წევრი და ამიტომ ამბობს მომე ფროდბაინიკა. გენიოსა დავითი ყოს მომე ფროდბაინიკა რაღაცებს მაბრალებ თვაიდა რომ დავსვა კითხო ვერა მიხსნი ვერა ფეს და მე გაგძრება სიკა. დავიკიდოთ ბანი ეხლა გებას გება ნიკა ჩემი ერთი ლაივი და კომუნიტიში პანიკა. შენ ხარ არც ისე შავი არ მინდა გიხმარო ნიგა ვახშომზე და ვუთესლევინ ჩემზე თქვა არის ბარიგა. მიხსევა ამან
მანქანაში უფრო მეტი გისმენს ჯარის ელასტიკებითაც გავხარ მელიქიფეს ხარ ყალბი ყოველფერის ცვალებაზე შეიცვლიფერს და ნუბლადაო ვიცი ქუთაისის ბევრი გიფეს ყოველფერის ცვალებაზე შეიცვლიფერს ნუ ეს მარტივია მაგრამ მაინც კაი wordplay-ია კარგად ჟღერს n-word-ი მაგრამ ამ შემთხვევაში გამართლებული იმიტომ რომ იდეურად კარგად იყო სიშავეზე და ნუბლადაო ვიცი ქუთაისის ბევრი გიფეს რო დაიწყებდი წერას და თავს გაიშარავდი უნდა გაგეთვალა სათვალეებით რას ნახავდი 18 წლის ვიყავი როცა ფინალებს მართავდი სანამ შენი მეზობლების ცხენებს იპარავდი ეს იყო ტრეკიდან გურული ბიჭების რეფერენსი ცხენების მოპარვაზე ვაფშე რო დაფიქრე ზოგჯერაც რა ჯობია ხანდახან ჯობ ჩუმად იყო ასე გამიგონია აუანდა ძალიან მგლის ჯელობა თანაც არ წრის მაგრამ ზოგჯერ ჯობია რო თურმე დაასხა ძის და თან კბილების თუ არ გახ მაშინ გინდა რა მერბილი და შენ რა უნდა მომჭამო არ მამა ჩემი შვილი Yes, კიდე ერთი შაურაუთი, იმიტომ რომ მანამდეც გვახსოვს ბათლებში ფანის მამაზე შაუთაუთები და აქ თვითონ ამბობს ზოგადად რავი ალბათ იცით რომ მიყვარს მსგავსი რაღაცებით ფლექსაობა დადებით ჭრილში რა თქმა უნდა ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ და არ იცით ეს ამბავი ფანის მამა იყო old school რეპერი ერთ-ერთი ჯგუფის წევრი მე მგონი პანტერა ერქვა და ამასთან ერთად კიდე ისეც ვიცით რომ ბედინა არის ფანის ნათლია და შეუძლია ნამდვილად თქვას რომ old school-ში მოინათლა და ეს ყველაფერი ეს ბექგრაუნდი აძლევს იმის თქმის უფლებას და იმით ფლექსაობას რომ სხვები ვერ ასწავლიან რა არის ნამდვილი old school და როგორ კეთდება. და შენ რა უნდა მომჭამო არ მამა ჩემი შვილი old school-მა მომნათლა ხო დავიცი მე ყველა ჭრილი ხლეზე ოქროს კარიბჭე შავი ბენდერნა და სტელებაზა გაგეცინება მოდი ქუჩა გასწავლო ხო ნუ ეს რა თქმა უნდა მისახვედრია მარტივად რომ გაჯავრება არის დაცინვა სტილისტურად როგორც კითხულობენ ასევე ჩაცმის სტილზე ფერებზე და მოკლედ ცხოვრებისეული სტილი lifestyle როგორც იტყვიან მაგაზე გადაობს ბენდერნა და სტელებაზა გაგეცინება მოდი ქუჩა გასწავლო რაღაცას რო დაუძახებ კაც და მე ვერ ახსნი თავში მძღნერი რო არ გედოს ბიჭო უნდა გათვალო რო ის გამოდიხარ ზუსტად ტრეკებში ჩემს ერას თქვი დებილი ხარ ამბობ მაგრამ ვერ ახსნი რაღაცას რო მოიფიქრე მე მაგის წერა თქვი ფერმერებში გავიზარდე მასწავლეს რო ტრაქში გაგიკეთო ბარი ლაფათკი ზარბაზანი და წერაქვი ეს ნაწილი საკმაოდ დაუფასებელია ჩემი აზრით მთის და ბარის ძალიან კარგი დაკავშირება მთა-ბარი ხო არის გამოთქმა ესეც მაგრამ ბარს ვიცით რომ ძალიან ბევრნაირი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ნუ ჰიპ-ჰოპ არტისტები როგორც მოიხსენიებთ ბარს როგორც ბარს ბარი როგორც მიწათმოქმედების გამოყენებული სამუშაო მოკლედ რითის თხრი რა ზარბაზანი და წერაქვი როწევ ხარფელემა მოგამე გეხსნელემა მინდა ყველა ყლეს გადავაცადო პროსტა სტელემა კასეთი და ვივლი მან სადაც მინდა რიდი მაგ ჩემზე უფროსების მარა შენ უბრალო ჩმილი ხარ ცოტა ხანი რო დავიკიდოთ ბაზარი რეპზე შენ გაზრდილ ბავშვებს ეთყობაძეთ კომენტარებზე რას უნერ გავს მათი კუმირი დაბაზრობ ჩემზე და მომკლერის ყურტკებს და გირიგებ და ბადების დღეზე ეს ნაწილიც ძალიან სერიოზულია, როდესაც სხვა არტისტების fan base-ს, ანუ ფანებს, მათ community-ს ესეთ ჭრილში ახსენებ. შენ გაზრდილ ბავშვებს ეთყობაძეთ კომენტარებზე, რას უნერ გავს მათი კუმირი დაბაზრობ ჩემზე და მომკლერის ყურტკებს და გირიგებ და ბადების დღეზე. თან ვარ სნაიპერი თუ მომინდა თავში ვაჯენ, კეთილი ატრაქციონერი და უფასოდ ვაჯენ, შენაირი ჭორიკნები ნაბადაში 9 ჯერ ბიჭო, ნაბოზარი ენა მაგმად ყუარებთან ვაჩენ. ვაჯენის ორი სხვადასხვა მნიშვნელობა, სნაიპერი, თავში ვაჯენ, თავში მიზნებ და მეორე გაგებით კეთილი ატრაქციონერი ხალხს უფასოდ ვაჯენ. ამ შემთხვევაში ვაჯენ როგორც დაჯდომა მოკლედ. კიდე პრინციპში მესამე გაგებაც შეიძლება კონდეს, მაგრამ ამას არ ვიტყვი. ეს ლამის დამოვიწყდა ბოლოს ძალიან საინტერესოა მატყუარებთან ვაჩენ. ნაბოზარი ენა მაგმად ყუარებთან ვაჩენ. მოდი გაჭენო თან წონაში საჩემო კიდევ ერთი დისი გთხოვარ მიწინო მამა ჩემო. მთელი რესურსი მაქვს შედებული რა პონტია. არ გაბრაზდე შუა გზაზე რო გავაჩერო. და როცა დარეკვას ახსენებ ბარემ რა მითხარი ისის თქვი. რაც ხარ ომინდოდეს ვანი ხო გეთხოვდი პირისპირ. სანამ მაგზი შუქი არის მანამდე ხარ ალფა მამრითორე შენ ხო იცი ბიჭო ჩმორი რო ხარ ძილის წინ. Lotsaus dabadebes gas samargalo jema დამპალი ბავშვია. მოდი ვაღიაროთ პაროდიებშიც ძალიან იჭერია. კიდე ერთი სკილი აქაც გამოიყენა. ეს მონაკვეთი flows მხრივ ყველაზე მეტად მომეწონა ეს ნაწილი. მოდი გაჭენო თან წონაში საჩემო კიდევ ერთი დისი გთხოვარ მიწინო მამა ჩემო. მთელი რესურსი მაქვს შედებული რა პონტია. არ გაბრაზდე შუა გზაზე რო გავაჩერო. თან ის მომეწონა აქ ამის გარდა რომ ხო ელოდები რო გააგრძელებს თქვათ ზუსტად ეგრე ნანანა მაგრამ აი კონკრეტულად ერთ მომენტში ჩააგდო ეგ სხვა
რაღაცით შეცვალა, მთელი რესურსი მაქვს შედებული რა პონტია, ეგ მონაკვეთი შეცვალა, მაგრამ მე ისევ დააბრუნა იგივე flow. ნანა. და როცა დარეკვას ახსენებ ბარემ რა მითხარი ისის თქვი, რაც ხარ ომინდელეს ბანი ხო გეტყოდი პირისპირ, სანამ მაგზი შუქი არის მანამდე ხარ ალფა მამრითორე შენს ხო იცი ბიჭო ჩმორი რო ხარ ძილის წინ. გილოცავს დაბადებას დღეს სამარგალო ჯემა ველემა. Felema ganga ramba დასულად მარტო რო დავჭიათ bro მე კონციალე და არც ფიქრო რამეს რო წაიგებ ჩემგან ჯერ ვიცი რასაც ვიზა მოინანი ეგაკ დრო მეგრულია ჯიკა პრიში და მთხოვე პაროდიები აღარ აკეთო უბრალოდ ივახარ ჩემ წინა მარტივად გადაგწვა ვიცოდე თუ ამენთო ია და მე რეკამ გამომიწრა არ არის შენზე ისები გინდა ბარემ გამოაჯვი ბეთზე და ისვენე თავი ჩამოადე წელზე მე რა შენი საჩუქარი დაბადების დღეზე ყველაფრის ფასი დავიცავი ჩემი ჭერიმე ცოტა და მეღალა ხოდა დავაჭერინე სანაზრაო დავდო თողო ჩამაჭრევინე ძიმე წონაკი ხარ მაგრამ მინდა მედიმე ერთი ხელი გაფაქთა ბანი მგინდა რომ სადმე ნახოს მაგოლკმა ჩემი ჭერი ნაბადა მაგრამ მახსოვს რომ დამბადა პენტაგონმა ვიცი აქ რო არ ნახავ გინდა სადმე რომ მარტო ნახო თქვენ ოცმა მაგრამ სანამ დამარტყა მარდა გავიწყდეთ ბიჭო ხელებზე კოცნა გადასვლა ძალიან კაი იყო ეს beat switch-ი თანმოულოდნელი პირველად რომ მოვისმინე იმიტომ რომ იდეაში მთავრდებოდა ტრეკი და აი ზუსტად რაღაც რამდენიმე წამის მონაკვეთში გადაწყვიტა შეცვლა და ძალიან კარგიც იქნა იმიტომ რომ ხასიათით შეცვალა უფრო ენერგიულია და უფრო ბანისებურია მოკლედ ეს 4 წუთიანი ტრეკი DC რო შევაჯამოთ. არ ვიტყოდი რომ რამე განსხვავებულია ბანისგან. ბეთლის გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია რომ ეს არის მისი უპირატესი მხარე და ის რაშიც არის ნამდვილად ძლიერი და რაც მისთვის არის უმარტივესი გასაკეთებელი. ჩემთვის პირადად კონკურენციის გარეშე ცოტა რთული წარმოსადგენია ზოგადად გლობალური მასშტაბით ჰიპ-ჰოპი და ამასაც რო თავი დავანებოთ ამერიკას სამხრეთ ბრონქს საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. ალბათ გახსოვთ დღევანდელი intro როგორ დავიწყე და ვერ მიხვდით რა საჭირო იყო საერთოდ ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ქართველებსაც გქონდა ოდითგანვე. არა მარტო ამ შაირობის სახით და ამ ლიტერატურული დებატების სახით და პასუხებით, რომელიც არა მხოლოდ აკაკი წერეთელსა და ვაჟა-ფშაველას აკავშირებდა, არამედ მამათა და შვილთა დაპირისპირებები, ზოგადად ერთმანეთის დაჭმისადმი მიდრეკილება ქართველებს რო ყოველთვის გქონდა მოდი ვაღიაროთ, ეს ყველამ კარგად ვიცით. ბედნიერი ერიდანაც შეგვიძლია ავიღოთ ძალიან კარგი მაგალითი და აი ზუსტად მაგიტომ მომეწონა ბანის DC-ის დასაწყისი, რომ ასე ვთქვათ, დილემის წინაშეა და ამ კითხვას სვამს ჩამოყალიბდეთ ვთქვათ რა გვინდა ერთ მუშტად დგომა თუ ერთად მუშტის მიღება. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ საკმაოდ ფილოსოფიური კითხვაა რომ დაუკვირდეთ და კიდე რასაც მინდა გავუსვა ხაზი, იმის მიუხედავად რომ მცირე სიტყვაობები იყო აქაც, ნუ იმ დონეზე არა რა თქმა უნდა, საერთო ჯამში შეგვიძლია გავიყვანოთ კულტურულ დისკში, რომელიც არის ბევრად დასაფასებელი, ბევრად კარგი მოსასმენი, რომელიც უფრო ახლოს არის იმასთან, რითიც დავიწყე ეს ვიდეო. ყველაზე მნიშვნელოვანი დისკში ჩემი აზრით არის disrespect-ი ერთმანეთის ენის დაწუნებისადმი, იმიტომ რომ როგორც არტისტისთვის, როგორც პოეტისთვის, როგორც მწერლისთვის, ჩემი აზრით საკუთარი შემოქმედების გაუფასურება არის ძალიან დიდი დარტყმა და ჩემთვის ყოველთვის უფრო ღირებული იქნება ისეთი დისები, სადაც ერთმანეთს უწუნებენ შემოქმედებას, სტილისტიკას, წერის მანერას და ასე შემდეგ, იმდენად ინტელექტუალურად და საინტერესოდ, რომ შეიძლება უფრო მწარედაც მოგხვდეს. ამიტომ ჩემთვის პრიორიტეტი ასეთი დისები იქნება და ჩემი აზრით უკვე ნელ-ნელად ცოტა ძალიან პატარა ნაბიჯობით მივიდივართ წინ მსგავსი დისებისკენ და ზოგადად საინტერესო ფორმაში დგება და რეფორმირდება ქართული ჰიპ-ჰოპი. იმედია მარტო დისებით, რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლებით და უფრო საკუთარ შემოქმედებაზე იქნება აქცენტები. ალბომების, EP-ების, სოლო ტრეკების, კოლაბორაციების სახით, რაც აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს. საბოლოო ჯამში ძალიან გამეწელა. ბანი ყოველთვის არის მწარე, პირდაპირი, straightforward, ძალიან კარგი wordplay-ები, პანჩები, რითმების წყობა, რითმების სირთულეები და ეხლა გადავედით ტაჰას შალაბანზე. ამ დრომდე თუ უყურებთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. ვერსის დაწყებამდე უნდა აღვნიშნო აუცილებლად ჰარუს პროდიუსინგი და ზოგადად ჰარუს და ტაჰას კოლაბორაციები არის ყოველთვის აიკონიკ. კარგად ავსებენ ერთმანეთს და კარგად ესმით ჩემი აზრით ერთმანეთის არაზროს გიტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ტრეკს რაღაც აკლია, რაღაც მარილია მოსაყრელი. ყოველთვის გამოდის სრულყოფილი და ეს რა თქმა უნდა, როგორც არტისტის, ისე პროდიუსერის ძალიან დიდი დამსახურება და ჰარუს დიდი პატივისცემა აქედან კიდე ერთხელ ერთ-ერთი დამსახურებული go-to-ია საქართველოში და ეს ბითიც არ არის გამონაკლისი საკმაოდ
მრავალფეროვანი და კარგი storytelling-ებითი არის ზუსტად მორგებული დისისთვის და მოზომილი მოკლედ როგორც ორივე შეეფერება. შენ როცა ამერიკელები და ყავს მისამართზე მე მაშინ ქართული ჰიპ-ჰოპის თლიანი მისამართული და სანამ შეეხებით აქსა ვინმეს განგსტერობას მე მაგათ ვატყავებდი რომ ვიყავით 16 წლის კონტექსტი და სეტაპების გაკეთება ძალიან კარგად გამოსდის ტახას იდეურად ძალიან კარგად აკავშირებს ერთმანეთს და არა მაგალითად უბრალოდ ამონარიდი და კონტექსტისგან მოშორებული ცალკე მდგომი ლაინი. როდესაც ამერიკელები დაყავს მისამართზე მე მაშინ ქართული ჰიპ-ჰოპის მთლიან მისამართს ვცვლი ქართული ჰიპ-ჰოპის მთლიან კურსს და მიმართულებას ვცვლი და შემდეგ ბარზე რო გადადის ისევ იგივე კონტექსტი უნარჩუნდება სანამ შეეხებით ტაქსა ვინმეს განგსტერობას ტაქსა როგორც ტაქსისტი და მეორენაირად ტაქსა როგორც ჯიში ძაღლის, რასაც უკავშირებს განგსტერობას, რომელიც არის ამის საპირისპირო, ანუ სუსტის შედარება განგსტერობასთან, street life-თან და ასე შემდეგ. უკვე სრულყოფილი ბარები შეიკრა დასაწყისიდანვე. მე მაგათ ვატყავებდი რომ ვიყავით 16 წლის, ნამდვილი ჯი მოძრაობს შუმად როგორც ლაზანია და შენი ვითომ ფაქტი ჩემზე ტრუხა ბაზარია. ვიცი შენ გვერდზებნელები სულაც არ არიან, თუ არიან მაშინ საერთოდ რას გასწავლიან. ნამდვილი ჯი მოძრაობს შუმად როგორც ლაზანია. ნუ ეს რა თქმა უნდა ბევრს გეცოდინება ეს არის Lil Wayne-ის ერთ-ერთი go-to-ის ყველაზე ცნობილი punchline-ი მე მგონი რაც არსებობს, რომელიც არის კლასიკა და აბსურდული და სასაცილო მართლა, იმიტომ რომ ღადაობა ინგლისურად ორიგინალში ის არის რომ real G's move in silence like lasagna. Wordplay არის სიტყვა G-ზე და ლაზანიაზე, ლაზანია ნუ იტალიური საჭმელი. პირველი დატვირთო პირდაპირი გაგებით არის ნამდვილი განგსტერი, ნამდვილი G, ნუ განგსტერი შემოკლებული ფორმა სლენგის ენაში არის G. ნამდვილი განგსტერი ყოველთვის მოძრაობს ჩუმად. ყოველთვის არის შემომჩნეველი და ფრთხილი, როგორც ფილმებშია ხოლმე. და აი აქ მოდის უკვე ამ ლაზანიასთან კავშირი, იმიტომ რომ სიტყვა ლაზანიაში, ანუ წერის დროს რა თქმა უნდა იწერება როგორც ლაზაგნა, მაგრამ იკითხება როგორც ლაზანია. ანუ G იკლაპება. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ნამდვილი G მოძრაობს ჩუმად როგორც ლაზანია, იმიტომ რომ ლაზანიაში G ჩუმია მართლაც. ხო და ჩემი აზრით ეს ლეგენდარული punchline-ი იმიტომ გამოიყენა, რომ ლოგიკურად გადასასვლელად ახალ ბარებზე გამოიყენა ეს კავშირი, რადგან წინა ბარებში ახსენა განგსტერობა, სანამ შეეხები ტაქსა ვინმეს განგსტერობას. ნამდვილი G მოძრაობს შუმად როგორც ლაზანია და შენი ვითომ ფაქტი ჩემზე ტრუხა ბაზარია. და შენი ვითომ ფაქტი ჩემზე ტრუხა ბაზარია. ნახეთ აქ რა wordplay დავიჭირე. ვითომ ფაქტი რაც გაქვს ჩემზე, ეგ რეალურად ციცრუე არისო, ანუ არაფერი გაქვსო და მეორე მხრივ გამოდის მოსაწევი, იმიტომ რომ ფაქტს ეძახიან მოსაწევს. ტრუხა მოსაწევიც ალბათ გაგიგიათ ეს გამოთქმა, როდესაც არ იბოლება მოსაწევი, ეძახიან ტრუხა ფაქტს. შენი მოცემული ფაქტი, მოსაწევი, ჩემთვის არის ტრუხა. შემდეგ ბარებში საინტერესო ირონია შეიმჩნევა. ეს ირონია გამოიკვეთება ტახას გამოთქმის მანერით, როგორ კითხულობს, რატონში კითხულობს. იდეაში ხო იგივე flow-ა, უბრალოდ ცოტა მაღლა წევს ხმას, რაც აძლევს დამცინავ ჟღერადობას. ვიცი შენ გვერდზებნელები სულაც არ არიან. და თუ არიან თქვენში ბნელები, მაშინ რაღაც გვასწავლიან. ანუ ძალიან კარგი რიტორიკული კითხვა არის. საკმაოდ კარგი გასარჩევი დისი, ანუ დის სადაც ვერ აღვიქვამ. თუ არიან მაშინ საერთოდ რას გასწავლიან? და დამირეკე ხო გითხარი შენზე რო იყო, რატო არ მოხვედი ადგილზე შეფლიდო ფროიდო, ფარდები ავხადოთ ყველაფერს თუ სტილობთ რომ მოიგო, შენი ძმები ხელზე მკოცნდნენ ხარგი დრო იყო. რატო არ მოხვედი ადგილზე შეფლიდო ფროიდო? თვითონ ამ სიტყვების წყობა მომწონს ფლიდო ფროიდო. ფლიდი ნუ როგორც მატყუ არა, ფარისეველი და ნუ ფროიდი, ზიგმუნდ ფროიდი გეცოდინებათ და ალბათ ამ შემთხვევაში ტაჰა ამ ხელს ცრუ ფსიქოლოგობაში და არასწორ ანალიზის უნარში ადამიანების ფსიქოლოგიის ამოცნობაზე. და მერე გადასვლაც ძალიან მოწონს ფლიდო ფროიდო, ფარდები, ფლიდი და ფროიდი და თქვათ ფარდა ცალკე ერთმანეთს არ ერითმება, უბრალოდ არსებობს ეგეთი მომენტები, სულ მოვიწყდება ალიტერაცია ქვია თუ. ნუ ამ შემთხვევაში თანხმოვანი ფს ჟღერადობაზე מחვილის დასმას, თქვათ ყურადღების გამახვილება ჟღერადობას აძლევს ტრეკს. შენი ძმები ხელზე მკოცნდნენ ხარგი დრო იყო, ხვები lip-syncs, შუბზე დაგადე piercings და ნუ ხარ ხადაგებ გადადებულია ახალი ფილმი. მე ვარ რეჟისორი, შევაშინე ნაბოსარი, ახლოს არის დამაფრინდეს მხარზე შენი number 1. აუ, ეს რა კაი ჩახვევა იყო. lip-syncs, პირზე დაგადე piercings, წაკითხვისას არ არის მარტივი. შეიძლება ენადაგებას დიქციამაც ხელი შეუწყო და არ ასცდა beats. თან რითმებიც ძალიან ლამაზად არის ჩაწყობილი. დაგადებ, ხადაგებ, გადადე, დაბადე. მე ვარ რეჟისორი, შევაშინე ნაბოსარი, ახლოს
არის დამაფრინდეს ხარზე შენი number 1 მე და სფერო ერთად ვართ როგორც წარბები ფრიდა კალო შენ არა ხარ საძმა კაცო კაცი მოდი ვიდა ქალოთ მაგრამ დაქალობა არ გამოვა გამიჭირდები როგორც ქუჩის უკნა ზამთარში არ გამიციუდები მე და სფერო ერთად ვართ როგორც წარბები ფრიდა კალოს კარგი შედარება და ზოგადად ასეთი შედარებები ფიზიკური შედარებები თქვათ ოღონდ ნუ კრეატიული რა თქმა უნდა არის კარგი იმ მხრივ რომ სურათი წარმოგიდგება და რაღაცა სურათს რო გიხატავს უფრო მარტივი ახსაქმელია მაგ მხრივ ძალიან კარგი გათვლაა იმიტომ რომ როგორც კი გავიგე ეგრევე თვალწინ წარმომიდგა ფრიდა კალოს წარბები ცნობილი მხატვრის და ფერმწერის და ფემინისტის როცა სიმაღლეებს ვიყვრობ სიგანეში მიდიხარ სულით პატარა ხარ მაგრამ სამი ქსელზე დიდი ხარ მოჭადრაკის ტანზე ხარ და ცუდი მაგალითი ხარ თუ კი გალიაში შეხვალ მაშინ ჩემი ჩიტი ხარ როცა სიმაღლეებს ვიპყრობ სიგანეში მიდიხარ სიმაღლეების დაპყრობა ხო ნუ შეიძლება ასე ვთქვათ იდიომად ჩავთვალოთ და როდესაც მე წარმატებას ვაღწევ შენ ამ დროს ფიზიკურად სუქდებიო მოკლედ სიგანეში გასვლაც სიტყვათა შერწყმა არის კონტექსტი ისევ საერთოა თანხვედრაში ერთმანეთთან და წინა იდეა გააგრძელა ისევ ამ შედარებებით სულით პატარა ხარ ესეც გამოთქმა არის ცალკე სულით პატარა რო იტყვიან ადამიანზე მაგრამ 3XL-ზე დიდი ხარ აი აქაც როგორც ფრიდა კალოს შემთხვევაში რო წარმოგადგენინებს რაღაც სურათს აქაც იგივე შეიძლება ვთქვათ 3XL-ზე იმიტომ 3XL-ი მართლა ძალიან დიდი ზომა არის ტანსაცმლის და ისევ აგრძელებს ამ წინა ბარების ერთმანეთთან დაკავშირებას მოჭადრაკის ტანზე მთელი ეს 4 ბარი არის წონაზე ფაქტობრივად ჩიტოჩიო რა ვარს ნუ მეტყვი აუწეოფას შენ ბუდეში შემოვედი ჩუმად ბარტყებს წყალს ვასწვი ნამდვილ ჰიპოს რადგან შენი არ სჯერად და სიმართლეს თუ ეტყვიან ბავშვებს ამჯერად კიდე ზოგადად აჰას ტრეკებში რაც ასწორებს და ალბათ უფრო დისებში იმიტომ რომ დისები მაინც ხო წესით მძიმე უნდა იყოს ანეიტრალებს აი თქვათ მოგასმენინებს ძალიან კარგ ფანჩებს კარგ wordplay-ებს რაღაცა მძიმე ბარებია და მე თვითონვე ანეიტრალებს რომ ცოტა დაასვენო გონება და რაღაც შესვენებასავით იყოს ნუ ეს შეიძლება ჩაითვალოს პრინციპში როგორც მისამღერის ჰუკის ნაწილი ალბათ შენს ბუდეში შემოსვლაში და ბარტყებისთვის წყლის მიწოდებაში იგულისხმება შენს ტერიტორიაზე შენს community-ში შენს მსმენელებთან შემოვედი ვაწვდი წყალს როგორც ნამდვილ ჰიპ-ჰოპს სამწუხაროდ მოსმენის კულტურა ცოტა სხვანაირად არის ჩვენთან და გააზრების თავისთავად ნანახიც და მოსმენილიც კი სხვანაირად არის აღქმული ამიტომ ყოველს თავისი ინტერპრეტაცია აქვს რა თქმა უნდა და ვინც როგორ უყურებს სამყაროს ისე გაიგებს ჩემს ნათქვამს ჩემს ახსნილს და მეც ცოტა ფროიდისეული რაღაცებისკენ წავედი ეხლა ხო იცოდი ძალიან რომ დაირბეოდი ძალიან გინდოდა და ამ მომენტ შენ დიდხანს ელოდი როცა მე და ჩემი ძმები ჩვენ წელუბანს უვლიდით მაშინ ბექზე საყვარელო მასანკაში მღეროდი შენ თუ აირჩიე ტორტი რაღაცოა წვალე პონტი მე ვარ ლოიალური რომ მისთვის როგორცაა ტოტი ხო და შენ მოჭერი ხიდა რომელზეც იჯექი ჯიმა შენთვის არ გავკარგდები მე რა ცოტა მახინჯი ვარ მარა ჯივარ არ მაგ ჯინი არავის და გარაჟიდან ისეთი მანქანა გამოვა რეკლამაც არ დაჭირდა მე მოგშითი არის ფლოუ მარა სახთან სხვა მაკითხავ შეხარ შურიანი გრომი ხო და გამეცალე გზიდან ამ რამდენიმე ბარში რამდენჯერ შეიცვალა ფლოუ ტონალობა და წაკითხვის მანერა შენ თუ აირჩიე ტორტი რაღაცოა წვალე პონტი ტორტი თუ კაი ბიჭობა ესეთი გამოთქმა რო არსებობს მე ვარ ლოიალური რომისთვის როგორცაა ტოტი ეს ცალკე ხო ძალიან კარგი ლაინია მაგრამ შემდეგი კონტექსტი რასაც მე ამას უკავშირებს საერთოდ მაგარი ერთობლიობა არის მაგარი იმიტომ რომ wordplay-ს ქმნის პირველი გაგებით ტოტიში საუბარია რა თქმა უნდა ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელზე ფრანჩესკო ტოტიზე რომელიც თამაშობდა რომაში და ნუ ამიტომ ახსენებს რომს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ფეხბურთელი იყო მარტო რომაში თამაშობდა კლუბებიდან და ნუ იტალიის ნაკრებში ეროვნულ ნაკრებში და შემდეგი გადასვლა დაუკვირდით ხო და შენ მოჭერი ხიდან რომელზეც იჯექი ჯიმა wordplay-ს მთელი მუღამი იმაშია და ზოგადად wordplay რასაც ქვია ეგ არის რომ ერთ სიტყვას მხოლოდ ერთხელ ახსენებ მეორედ იმავე სიტყვის ხსენება აღარ გჭირდება თავის თავშივე აქვს ერთზე მეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ერთხელ ახსენა ტოტი როგორც რომისთვის ტოტი ხო და შენ მოჭერი ხიდან ანუ ტოტი მოჭერი ხიდან მეორენაირი გაგებით რომელზეც იჯექი გამოთქმა არის უხეშად რო ვთქვა საკუთარ თავს რო გაუჩალიჩებ ადამიანი რაღაცას შეცდომას რო უშვებ საკუთარი თავის გამო აი ეს არის აქ ძალიან საინტერესო თავიდან ვერ გავიგე და მერე რაღაც კარგმა იდეამ დამარტყა თავში შენთვის არ გავკარგდები მერე რა ცოტა მახინჯი ვარ აი ეს სიმახინჯის დატვირთვა ვერ გავიგე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მახინჯი რატო უნდა თქვა დროზე შეგიძლია კარგის საპირისპირო სიტყვა თქვა ხო და მერე დავფიქრდი დავსერჩე სიტყვა მახინჯი და თურმე მეგრულად მახინჯს ცალკე მნიშვნელობა ქონია ოღონდ ეს არის აბსოლუტურად მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაცია და შეიძლება აბსოლუტურად არ ემთხვეოდეს და არ იყოს სწორი აღმოჩნდა რომ მეგრულში სიტყვა მახინჯი ქართულ
ქართულში ნიშნავს ქურდს. მაგრამ შენთვის გავგარგდები ახსენებენ გეტოს, მერე რაღაც მიტო შენი კვილი მოვიცვალე არ გაფრინდე ჩიტო ჩემი უნდა და ბრიტო მაქსიმუმ რომ იჯიკო მაგასაც ვარ იზამ საჯიკებელი ხარ თვითონ სხვათა შორის ამ მომენტზე დავფიქრდი ჯიკაობაზე ამ დისის სათაური შალაბანი სკიპურც ნიშნავს ჯიკაობა თვითონ რა თქმა უნდა სხვა რაღაცა მაგრამ უბრალოდ მაგაზე გამახსენდა სათაურშიც და თამბნეილებში ტრეკის მთლიან პროდუქტში რომ იდეებს დებს ხოლმე ტაჰა თავიდან ბოლომდე იდეურად ყველაფერი გამართული აქვს ხოლმე რაღაც მხრივ გაფრთხილებასავით არის იმიტომ რომ ეს სკიპურტი ხო რეალურად არ არის მტკივნეული. შეიძლება ეს იყოს რაღაც მხრივ warning shot, ანუ მთლად დისიც კი არ არის ესო. შეიძლება ჯოკერი ქონდეს გადადებული და ეს იყოს უბრალოდ გამაფრთხილებელი. დისი შვიდობის მოყვარე ადამიანია ზოგადად. ნუ რა თქმა უნდა მანამ სანამ გამოიწვევ თავად. დისის დაწერა ადვილია. საწერ მასალად არის ძალიან კარგი გასართობი და სავარჯიშო ასე რომ ვთქვათ. გაცილებით რთულია არ უპასუხო დისს და არ აჰყვე მაგ ცდუნებას რასაც ქვია საპასუხო დისის ჩაწერა, იმიტომ რომ მე მართლა დაუსრულებელი რგოლი არის. ბოლო არ უჩანს, მოკლედ მიდიხარ წრეზე და მით უმეტეს საქართველოში ცოტა დასასრული უნდა უჩანდეს, დასკვნისკენ უნდა წავიდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ცალსახად მომწონს დის კულტურა და საქართველოშიც რომ ამდენად დაინტერესებულია ხალხი ჰიპ-ჰოპით, რაშიც ისევ და ისევ ძალიან დიდი წვლილი Flow მაგაზინს მიუძღვის. Flow-ում საგრძნობლად ასწია კონკურენტუნარიანობა ქართულ ჰიპ-ჰოპში და შესაბამისად ხარისხიც და ამ ბათლების შემდეგ კიდე უფრო მეტი დისი ვიხილეთ, ვიდრე თქვა PvP-ის გამოჩენამდე და ეს ამდენი დისის წარმოშობაც ჩემი აზრით PvP-ის დამსახურება ვაღიარებთ ამას თუ არა. ან მეორე მხრივ შეიძლება შალაბანში იგულისხმებოდეს პირიქით მათი დისი ტაჰასთვის შალაბანია, ანუ პატარა სკიპურტი და მეტი არაფერი, მაგრამ მე მაინც გონია რომ პირველი ვარიანტია. მაგასაც ვარ იზამ საჯიკებელი ხარ თვითონ თვითონ მოდით ხელებს ვითბობ თვითონ ბრელებს ინტეგინტო ია ჩემი ნაკლები და ბიძენ უიკლაკნები შენი თვე აიხლართები არ ყოფნი შენი ბლატები თითო ვერ მიკაჭავ ცოტა მალე ბუჭდება მე ვარ ევროპის ჩემპიონატი და მინდა ნაკრები კოცინცი მაინდე ასევე ცინცი ჩაქრები ჩემი ცისვით ვარდები და გიმძიმდება ჩაქრები იცოდე შენი ვედაწყებულ ფიფში დაიჩაგრები და მე რასაც ვამბობ ყველაფერს მხოლოდ ფაქტები ჩეტოჩი ორა ვარს ნუ მეტყვი აუწევ ფას შენ ბუდეში შემოვედი ჩუმად ბარტყებს წყალს ვაწვი ნამდვილ ჰიპოს რადგან შენი არ სჯერა და სიმართლეს თუ ეთყვიან ბავშვებს ამჯერა პატიოსანის რომ არა სოდეს მიძაგებია ყველას თავის გზა ჩემთვის ყველა მისაღებია იქამდე არ ვახსენებ ტიპს სანამ წინ დადგებია ჩემი იმიჯი შელახვით თავის საქმეს შვებიან სამი დისი მოდის ერთ ღამეში როცა თვლებიან ველოდე და მივხვდი ზღრმის შამით ვეღარ ძებიან შენზე თურმე არ უწერია თურმე თავის რეკლამის მაყუთი სხვა ფურცელია მაგრამ მე ვჩალი ჯობაქ რო გავჭრა ახალი ტური მინდა ლაივები უფრო ევროატლანტიკური მე ზიზღება ყველა ცნება როგორც ფანატიკური და თქვენ თავს თუ იღუპავთ რასასერჯით არ არის რთული ჩემი აზრით ძალიან ზუსტ მომენტში არის beat drop და სიჩუმე პატიოსანის შრომა არასდროს მიძაგებიადან გამძაფრა თავისი სათქმელი უფრო გულწრფელად ჟღერს რომ პატიოსანის შრომას არ გმობს არანაირს რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები მეც და პირიქით პატივს ვცემ საინტერესო beat switch-ია ძალიან კაი გადასვლა იქამდე არ ვახსენებ ტიპს სანამ წინ დადგებიან აი ზუსტად ეგ მიდგომა აქვს ტაჰას თავისი ინიციატივით არიწყებს რაღაც კონფლიქტებს და მომეწონა მინდა ლაივები უფრო ევროატლანტიკური მარტო ადგილობრივ ლაივ არ უმიზნებს ტაჰა და ზოგადად ისე პოლიტიკის ჭრილითაც საინტერესოა დღევანდელი მოცემულობით რომ ევროპული მომავალი და განვითარება სურს ისე როგორც ყველა ჩვენგანს ნუ უმეტესობას ფანატიკური ცნების ზიზღი და შემდეგ ნუ ამის დასრულება იმით რომ სხვას რას ერჩით კამიკაძეურ საქციელს გავს სხვასაც რო აფეთქებ და შენც რო იფეთქებ თავს ალბათ ეგ იგულისხმა მაგ ფანატიზმში იმიტომ რომ კამიკაძეები ხო ფანატიკოსები არიან ჩემი შეტევა ჯერგილი მაგრამ ბოლოს მირთული მე ამ პოკემონებს აგროვებ მაქვს ყველა სირთულის ჯერ პროექტში წამოვიღებ ბევრი MC კისრულით ახლა პროექტს გარეთ მიწევს მსგავსი ხო და წინსრული შემართები თემატები ციას დაგასაგებია მე როცა რეპერს ვახსენებ იცი გადასაღებია თუ გაჩანგიანი ფლო მაშინ გადასაღებია და თუ ვერ გამიღე გოლი მაშინ სხვა გასაღებია პოკემონების შეგროვებაც გამისწორდა კაი რეფერენსია თან ყველა სირთულისო და მერე მაგის კავშირი PvP-სთანაც სხვა მონაწილეებთან გადასვლა მომწონს ხო გრძელდება რითმა ბირთვული კისრული
და მრავალმარცვლიანი წინ სრული არ მთავრდება ამის მიუხედავად აქ ბარი გრძელდება შემართებით და იდეა კარგად ებმის რომ წინ სრული შემართებით ემატებით სიას გავს ხერხებს ახლა ხშირად მიმართავს ასევე ბანიც და მეც მიყვარს ხოლმე ამ გადასვლების გაკეთება მე როცა რეპერს ვახსენებ იცი გადასაღებია აქ სავარაუდოდ გადაღება იგულისხმება როგორც ვიდეოს გადაღება თქვა კლიპის სახით ან შეიძლება გადასაღებია იმ მხრივ რომ ჩემგან გაქვთ ეგ გადასაღები არ ვიცი მოკლედ ქართული იმდენად საინტერესო მრავალფეროვანი ენაა რომ შეიძლება კიდე სხვა რაღაცაც იგულისხმობდეს და შემდეგი მარტივი მისახვედრია რომ თუ გაქვს ჟანგიანი flow მაშინ გადასაღებია უნდა შეღებო რომ არ დაიჟანგოს ბარების დასასრული მოწონს ძალიან თუ ვერ გამიღე გული მაშინ სხვა გასაღებია და რაღაცნაირად წერტილს სვამს მზაობა აქვს ახას რომ გაუღოს გული ადამიანებს მაგრამ თუ ვერავინ სცადა და ვერავინ შეძლო მისი გულის გაღება მაშინ ამისთვის სხვა გასაღებია და შეგახსენებთ თუ ბოლომდე უყურებთ და საერთოდ არ გადაგიხვევიეთ და ახლა ამ მომენტში აქ ხართ დააკომენტარეთ იასამისფერი გულის ემოჩი და თუ ვერ გამიღე გული მაშინ სხვა გასაღებია როცა ამბობდნენ შოუ აზარტს აპიარებდა მახსოვს მთელი საწმო სტრიმზე სლოტებს ატრიალებდა მე მაქვს ჩემი ცოდვები არასდროს არ ვიკადრებ სხვას შევადგინო იმისთვის რაც უკან ცხოვრებაში მაქვს Damn აი ეს იყო ზუსტად ფაქტობრივი punchline-ის დაგვირგვინება დასკვნის სახით რომ თუ რაღაცა მე თავად მივქარე რის გამოც სხვას ვაძლევ შენიშვნას მაშინ გამოდის რომ ამ საქციელით საკუთარ თავს შევაგინე შეიძლება ერთი მხრივ მარტივ დასკვნებს დებს თვითონ ვერ ხსნის რაღაცას რომ ეს თუ გააკეთე მაშინ ესე გამოდის მარტივად და ამავდროულად ინტელექტუალურად ფილოსოფიურად ანუ თუ ვაგინე სხვას ამისთვის შევაგინე თავს ეს არ არის ალაბამა თავის დედა რო ლოცავს ჰიპოკრიტი ბიჭი როცა ყველას ერთად წააგავს პირდაპირი მოქმედება არ ველოდი ჰაგას კიდე ერთხელ კარგი გადასვლა კავშირიანი და კონტექსტში რო ზის ეს არ არის ალაბამა თავის დედა რო ლოცავს ალაბამას მოკლედ ძალიან ისეთი სახელი აქვს ტრეკიც რო არსებობს Sweet Home Alabama მაკედან რო წამოვიდა ძალიან ბევრი მიმი სწორედ ამიტომ გამოიყენა ტაჰამ ალაბამა ცნობილია თავისი ძალიან ვიწრო კავშირებით ოჯახის წევრებს შორის შეიძლება სტერეოტიპია ზუსტად არ ვიცი რა თქმა უნდა არ მიცხოვრია იქ არასდროს მაგრამ რაღაცაზე რო გადაობენ ალბათ აქვთ მიზეზი მოკლედ ეს ლაინი უსვამს ინცესტზე ხაზს ანუ თუ ვაგინე სხვას ამისთვის შევაგინე თავს ეს არ არის ალაბამა თავის დედა რო ლოცავს ჰიპოკრიტი ბიჭი როცა ყველას ერთად წააგავს პირდაპირი მოქმედება არ ველოდი ჰაგას ესეც ძალიან კაია და ოჩაღ ეს საერთოდ რო გაახსენდა ჰაგას სასამართლო ჰაგას პირდაპირ მოქმედებაზეა საუბარი რაც ხშირად გაგვიგია ხოლმე ვეღარ ცინის მას მე რას დაამნახა შეთვალე რო გეფერება ძილში რას ამახა გაბრაზებულ ჩემზე ცხოველს მეტად რას არ ნახავ იცინისთვის ბოლოს ახოდა მე ჯერ ყვილას ვიღობ მე ყველას ბაბა ვიცი მსუქან დაბკოლებას ისე გადავლახავ რომ არ დამჭირდება არც ერთი ზარი მიკროფონსაც გახევს მაგ ჩემი ტაძარი flows ეს ნაწილიც ერთ-ერთი ტოპია ფანჩებზე ჯერ არ ვსაუბრობ რომელია ტოპი ძალიან ბევრი გამორჩეული ფანჩი იყო მაგრამ კონკრეტულად ეს flow ძალიან მომეწონა ძალიან დასამახსოვრებელია ვეღარ ცინის მას მე რას დაამნახა შეთვალე რო გეფერება ძილში რას ამახა გაბრაზებულ ჩემზე ცხოველს მეტად რას არ ნახავ იცინისთვის ბოლოს ახოდა ძალიან კაია ეს სიცილის ბოლოს რაღაცას რო იძახის იმავე სათქმელს ისე ვიმეორებს მარტივი შეჯამების სახით ცნობილი გამოთქმა იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ხოდა შესაბამისად მე ვიცინი ბოლოსო იმიტომ რომ ბოლოს მე ვარ გამარჯვებულიო თან გარითმა და თან ამ ძალიან კაია გიждები ეგეთ რაღაცებზე ტრეკებში ედლიბებით და შორის დებულებით ინარჩუნებ რითმას მაგალითად ზუსტად არ მახსოვს რომელ უცხოურ ტრეკში იყო მაგრამ ტიპმა რაღაც მომენტში დააცემინა დაცემინების იმიტაცია გააკეთა შოკში ვიყავ იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან მოუხდა და ეგეთი რაღაცები მოკლედ ავსებს ძალიან ტრეკს მე ჯერ ყვილას ვიღობ მე ყველას ბაბა ვიცი მსუქან დაბკოლებას ისე გადავლახავ რომ არ დამჭირდება არც ერთი ზარი მიკროფონსაც გახევს მაგ ჩემი ტაძარი აღარ ვითვლი ნახვებს ხოდა ნახვამდის ახალდის და წერ მოგიწევს ახალყის ქაღალდის და ხება თავზე აუ რა კარგად არის ჩაწყობილი ნახეთ იგივე არის რა რაც ვახსენე მაგალითად ფუს შემთხვევაში ფლიდი ფროიდი ფარდებს აქაც ნახვებს ხოდა აი ხები გამოიკვეთება ნახვამდის ახალ დისს ჯერ ერთი ნახვამდის ისედაც ერითმება ახალ დისს თან მრავალმარცვლიანია მერე ისევ გრძელდება ახალ წლის მერე ისევ დახევა ანუ აქაც ხზე აქცენტი ძალიან კარგი განლაგება და ძალიან კაი ჩანაფიქრია ამ ასოებით თამაში მოგიწევს ახალ წლის ქაღალდის და ხება თავზე მე თუ
ხელი მაგ რიტმი მათემატიკურ პანჩლაინებს მოგიყვები დილით არითმეტიკაზე როცა ნიჭიერი ვნახე თქვენ გარშემო გული დამეწვა როცა პეტროლი გადავიდა გაზზე ხო ეს ძალიან საინტერესოა მაგრამ უკვე ყველა მიხვდებოდით პრინციპში სავარაუდოდ იგულისხმა პეტროლზე იმიტომ რომ ეგრე ისმინება მაგალითად როგორც ბანიმ გააკეთა ვაჩენ მაგრამ ეს respectful გადისვასავით იყო უფრო გულისკენა როგორც თვითონ ახსენა გული დამეწვა როცა პეტროლი გადავიდა გაზზე ეჯახების ვაგარემო შეგასწინამ გვალმარკინამ სანამ დროა და ფიქთი და მოდი ასე მე ისეთი გაზრდილი ვარ წერეთელს გადავშლი რომ შევეხო სადმე ვინმეს გამძრდელს არდევს და ჰიპ-ჰოპის აკვანს დღეს ვინ არწევს შევერ შეცვლი ამინ შევერ რიღებ ამ წელს და ვერაფერს ამაზე ეს არის ამ დისის და მარტო ამ დისის არა ქართულ ჰიპ-ჰოპში ერთ-ერთი საუკეთესო ლაინი არის ჯერ ხო ძალიან კულტურული რაღაც მხრივ ტკივილს გამოხატავს და არის გულწრფელი პირველად რომ მოვისმინე მართლა დამაჟრიალა ბევრჯერ გადავახვიერო გამეანალიზებინა უფრო მე ისეთი გაზრდილი ვარ წერეთელს გადავშლი რომ შევეხო სადმე ვინმეს გამზრდელს ნუ არ ვიცი ამას ახსნა თუ სჭირდება მაგრამ მე მგონი რაც უფრო კარგად გავიგებთ შინაარსობრივად მით უფრო გაგვისწორდება მშობლებმა ისე გაზარდეს და აღზარდეს რომ ტაჰას სხვის გამზრდელს ასე ვთქვათ სხვის მშობელს რომ ცუდად შეეხოს მოუწევს აკაკი წერეთლის გამზრდელის წაკითხვა თავიდან გადაშლა რომ არ დაუშვას შეცდომა და რომ არ შეეხოს ცუდად არ მოიხსენიოს სხვისი გამზრდელი იმიტომ რომ თავად არის კულტურულად გაზრდილი და აღზრდილი ყველაფერთან ერთად არის ძალიან კარგი wordplay დამაფიქრებელი და ღირსეული ასე უნდა ჟღერდეს ჩემი აზრით დისები იმიტომ რომ რამდენადაც დამაკნინებელია შენგან განსხვავებით მე ასე არ მოვიქცევიო იმდენად ინტელექტუალური და ღრმა არის და ქართველი პოეტების მწერლების ჩვენი ლიტერატურის ასეთი პოპულარიზაცია მით უმეტეს დისში სადაც საერთოდ არ ელოდები არის ძალიან კარგი და მისაბაძი და ვფიქრობ რაც უფრო მეტი ესეთი ქართული ლიტერატურის რეფერენსები გვექნება უღონდ კრეატიულად კონტექსტში ჩამჯდარი მორგებული და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და უბრალოდ შენი ნაკითხობის ხაზის გასმა რაც უფრო მეტი ასეთი გადახარშული ბევრჯერ ნაფიქრი და ღრმა შინაარსის მქონე რეფერენსი იქნება ქართულ ტრეკებში მით უფრო კარგი და მე მგონი რაღაც მხრივ ბავშვებსაც უბიძგებს იმისკენ რომ უფრო დაინტერესდნენ ხალისიანად შეხედონ ან თავიდან წაიკითხონ კარგ მაგალითს აძლევს ტაჰა ამ თაობას მით უმეტეს როდესაც ამ პრეცედენტს უშვებს დისში როდესაც ქართული საზოგადოება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიჩვეული იყო დისების კონკრეტულად ერთი სახეობის არსებობას მით უმეტეს 2000-იანებში როდესაც მართლა თავიდან ბოლომდე ბილდ სიტყვაობა იყო დედის გინების მეტი რო არაფერი ყოფილა მართლა ამდენი წლიანი გამოცდილების მერე რომ ასე ახლებურად გვანახებს როგორ შეიძლება რეალურად დისები ჟღერდეს აბსოლუტურად მივესალმები და მე ზუსტად იგივე მიდგომა და დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხზე უკეთესია თუ ეგრე იქნება მithotets ქართულ ენას მაინც და მაინც არ უხდება უხეში ბილდ სიტყვაობები წერეთელს გადავშლი რომ შევეხო სადმე ვინმეს გამძრდელს არდევს და ჰიპ-ჰოპის აკვანს დღეს ვინ არწევს შევერ შეცვლი ამინ შევერ რიღებ ამ წელს და ვერაფერს ამაზე მილები გაიარე პარკში ფეხი დილით ვერ მიხვდა მაკდონალდსი რო არ არის სადილი აწი ჰეპი გექნება შენ მარტო ჰეპი მილი ვიღადაოდ მაგრამ არ ვახსენოთ ამ ფემილი მამის ცოდვას არ იმსახურებს არც ერთი შვილი ვიცი არ ვარ მეცნა შენი სულ პრიალა ცვილით მაგრამ დიდი მონდომებით ღმერთთან ერთად ცვლიდი როთმინები დავაფასე და ჩავწიე ცხვირი მისი სახით გავიჩინე მეგობარი როცა ბუნებისგან მერგონიჭი მერგოვალი მივხვდი მარტო მის გამო ვარ მე აქ დღეს ცოცხალი ცოტა რითმის გზნობა ცოტა ნაკლები ვოკალი როცა გავიზარდე ჩემი სისუსტე მოვკალი ნაკლებად ფეთქება დიმოვაკელი ტვინს პროპანი ბევრი ერთად მაგრამ ცალ-ცალკე ვარ ჩვენ ცოტანი თუ არ უნდათ ერთად გადააბრუნემოთ ეს ბოლო ნაწილი იყო საკმაოდ ემოციური და გულწრფელი. ეს სხვათა შორის ჩამწვდა გულში, ვიცი არ ვარ მეც ნაშენი სულ პრიალა ცვილით. ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თვითონაც არ არის იდეალური, არაერთი შეცდომა დაუშვია, ისევე როგორც ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა. თითქოს სათქმელად მარტივია, მაგრამ ამის აღიარება ჯერ საკუთარ თავთან და მერე ტრეკში საჯაროდ გამბედაობასთან არის დაკავშირებული ჩემი აზრით და დასაფასებელია. და შესაბამისად იმასაც აცნობიერებს, რომ იმის მიუხედავად, რომ თვითონაც არ არის იდეალური
რეალური ცდილობდა თავის შეცდომებზე სწავლას ღმერთთან ერთადო. ოღონდ აი ამ ნაწილიდან მისი სახით გავიჩინე მეგობარი. ვერ ხვდები კონკრეტულად ვიზე არის საუბარი ან რაზე. შეიძლება ჰიპ-ჰოპი იგულისხმებოდეს, ჰიპ-ჰოპის სახით გაიჩინა მეგობარი. ბუნებისგან მერგო ნიჭი, მერგო ვალი. რადგან ნიჭი ახსენა, ჩემი აზრით აქ მეგობრის სახით ჰიპ-ჰოპს გულისხმობს. ნიჭი ერგო, ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა და ვალიც მოევლინა. ზოგადად სტორითელინგი მომწონს ამ დისკში, უფრო მეტი სტორითელინგი და საკუთარი თავიდან გამომდინარე რაღაცებია. სწორედ ამიტომ შეიძლება ამ ტრეკის კიდევ უფრო ბევრჯერ მოსმენა. განა იმის გამო რომ გიხარია რომ ვიღაც კონკრეტული დისია, ბევრად საინტერესო და მრავალმხრივია, ვიდრე უბრალოდ დისი. იპოვე ისეთ საინტერესო რაღაცას, რაც დაგაფიქრებს და რაც ამხელა ვიდეოს გადაგაღებინებს ბოლოს და ბოლოს. მე მგონი ყველაფერი ვთქვი, რაც კი შეიძლებოდა და შეიძლება იმაზე მეტიც კი. ბრავო, აჰა არის მართლაც გარდამტეხი ეპოქა ქართულ ჰიპ-ჰოპში. ჩემი აზრით ჯერ კიდე ბევრი რაღაც აქვს წინ. მისი თქმის არ იყოს ევროატლანტიკურ ლაივებზე, საკმაოდ შესაძლებელია. ველოდებით მის სრულ ალბომს. მე პირადად მაინც ვისურვებდი რომ ნაკლები კონფლიქტი იყოს იმ სფეროში, რომელიც გვაერთიანებს იდეაში. ჩემი აზრით ბევრად დიდი პრობლემები გვაქვს ვიდრე ერთმანეთზე გამოკიდება. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როდესაც დასასრული არ უჩანს ამ ყველაფერს და უკვე მოსაბაზრებელიც ხდება. ეს მუზები და ეს ამხელა ძალისხმევა ყველამ რო წავიღოთ ჩვენი საკუთარი შემოქმედებისკენ უფრო საინტერესო იქნება, ან მინიმუმ ისეთი დისები რო ვაკეთოთ, რომელიც არის კულტურული, საინტერესო, ინტელექტუალური, როგორც დღევანდელ ვიდეოში განხილული ტრეკები. ცალკე მადლობა ჩემს ერთგულ გამომწერებს, რომლებმაც ამ პაუზის მიუხედავად არ გამიუქმეთ გამოწერა და მელოდებოდით და გაგიხარდათ ჩემი დაბრუნება. ძალიან ვაფასებ, მიყვარხართ. ნახვამდის.